მართლა უნდა ვიოცნებოთ ადამიანზე, რომელიც არ მოგვანუჟამჯილდება. ტყუილმა ხო წაგვლეკა ადამიანების მოტყუებაზე უბედურება არაფერი არ არის. თანაც როცა შენ თანამემამულეებს ადამიანებს რომელსაც უნდა უყვარდე, პრეზიდენტზე მეტად ვინ უნდა გიყვარდეს? პრეზიდენტის გულში თავი უნდა გასირო კაცმა და ჩვენ ეგენი მტრებად გადაგვეკეთეთ. იმიტომ რომ არაფრად ახალს ჩვენ ვართ მაგათვის საშუალება. თავიანთი მიზნების განხორციელება. მიზანი უნდა იყოს თვითოული ჩვენთაგან. ინამორბედი რომელიც დღესაც დეპუტატი არის, ორი მოწვევის დეპუტატი იყო. მესამე მოზე წამოვიდა. და მესამე წამოვიდა. არ არის პიროვნება ჩვენთვის მტერი, ჩვენ დიდ პატივს მაგრამ როდესაც მე კარგად მახსოვს, როდესაც ის პირველად გამოდიოდა კულტურის სახლში გამოდიოდა პირველად თავის პროგრამით. ის პროგრამა იყო რაღაც საოცრება და მაგის ხელით ეწიფებოდა მას, იმიტომ რომ ეკონომიურადაც ძლიერი პიროვნება არის და პიროვნულადაც არ არის ცუდი ნამდვილად და გაპატივცემ, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი არ გაკეთდა, გაუკეთებია იმას, აი ამ პროგრამიდან, რომელიც პროგრამაც მანე პირველად როდესაც ის გამოდიოდა ეს პროგრამა თვითონ დაგვისახა. ჩათვალეთ რომ ვერც მწვანეოს, ვერც კიცა, ვერც პამიდორს გლეხი ვერ მოიყვანს თავის მიწაზე. და თუ აქ მწვანილის თუ საყიდელი ექნება გლეხს და კარტოფილს თუ ვერ მორწყავს და თუ მარნეულში მოუხდა წასვლა ამ თავისი პროდუქტის გულისთვის, მაშინ ბოდიშ და რა ჯანდაბა უნდა მაშინ აგლეხა, მაშინ წავა და იცხოვრეს თბილისში და იცხოვრებს სხვაგან. რაში სჭირდება მაშინ ის 2500 მიწა აქვს და 2500 დანარჩენი, რაში გვჭირდება ჩვენ? და თუ ამას მიაქციოთ ყურადებას, აი როგორ გაგჩება თავს. მართლა დმანისი დგას წყალზე და ჩვენ ამ წყალში ფული არ უნდა ვიხადოთ. ძალიან კაი კანდიდატი ყავს, ნამდვილად ვაჟკაცური პიროვნებაა, ნამდვილად გაგვამხნევა, ჩვენს ვეცდებით რომ გვერდში დაუდგეთ და ყველანაირად უნდა დაუდგეთ ქართულ ოცნებას გვერდში.